Вот говорят, что абхазы – наши друзья и наши братья. Если в действительности абхазы являются братьями-грузинам, и если вы искренне говорите, что они ваши друзья, тогда разве отношения не стали бы более лучшими, если бы вы, грузины, признали независимость Абхазии? Вот тогда, может быть, случится и так, что вам придется оттуда, из Абхазии, привезти товары сюда. Я думаю, что после признания вы бы вернули в Абхазию больше беженцев, а потом восстановили бы и железную дорогу тоже. Кроме этого, автомобили с грузинскими номерами могли бы свободно въезжать в Абхазию. Вот, после признания, была бы цивилизованная граница между Грузией и Абхазией. Тут თქვენი ძმები არიან სინამდვილეში, გულწრფელად თუ ამბობდა, თქვენი მეგობრები არიან, რომ აღიაროთ უფრო უკეთესი ურთიერთობა არ იქნება, რომ აღიაროთ უფრო უკეთესი ურთიერთობა არ იქნება, იქეთ არა, იქნებ, იქედან აქეთ მოგიწიოთ საქონელების გადატანა, უფრო მგონი რომ უფრო მეტ დევნილებსაც დააბრუნებდით, აღდგებოდა მაგალითად რკინიგზას, უფრო როგორც საქართველოს ავტომობილიც შეძლებდა აფხაზეთში თავისუფლად შესვლას და რა ცივილიზებული საზღვარი იქნებოდა, ასე არ სჯობდა. არ უნდა იყოს აფხაზეთის საქართველო, იმიტომ რომ ქართველებმა დედაუდირეთ თქვენ აი ქართულ ღირსებას, თქვენი ღირსება დღეს არის დომენიკ მანგო, ნიკა ბერიძე, ანდრე კესარიას იყო. მე არ ამოვხი, არ არის აფხაზეთი საქართველო, იმიტომ რომ აფხაზეთში სხვა ხალხი ცხოვრობს საერთოდ და ეხლა საქართველოს ამე ვფიქრობ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და რუსეთი რომ არა ჩემო ქართველებო, როგორც ყურებს თქვენ ვერ დაინახავდით სარკის ამ კამერის გარეშე, ისე ვერ დაინახავდით თქვენ შავ ზღვას. საქართველო დასავლეთ საქართველოს ღირსი არ არის. საქართველო და ქართველები იგინებით ქართველებო თქვენ აი ძაღლის და ღორის გაგდებულებო ქართველებო თქვენ აი ძაღლის და ღორის გაგდებულებო. არ არის აფხაზეთის საქართველო, არც იყო და არც იქნება.